სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ქრისტეშობის დღე დიდად სიხარულის მომცემია დღესასწაული, რომელიც ინტუიციურად განიცდება ურწმუნო ადამიანებისაგანაც კი და მით უმეტეს ქრისტიანები ამას განიცდიან. საყოველთაო სიხარულია შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ნებისმიერი ღირებულებითი სიხარული მარტო სიხარული არ არის. უბრალოდ მისი განცდა, მის დამოკიდებულება არ უნდა იყოს გამოკვეთილად სენტიმენტალური, ემოციური. რამე თუ თითოეული ღირებულებითი სიხარული პასუხისგებლობით გვტვირთავს ჩვენ ადამიანებს. ისე მაგალითად, როცა ადამიანი ქორწინდება, სიხარული აქვს, თუ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ. მაგრამ თუ დაგვავიწყდება, რომ ეს პლუს დიდი პასუხისგებლობით გვტვირთავს, თუ შედეგი თქვენ იცით, ბევრი მაგალითი გეცოდინებათ იმისა, როცა უპასუხისგებლოდ ეკიდება ადამიანი ქორწინებას, სად ქრება ის სიყვარული პირველი თოვლივით კაცმა არის ის და მერე როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. ბავშვის დაბადება. წარმოიდგინეთ რა არის, რა შეედრება პატარა ბავშვს, როცა იბადება, ხო ეს საოცრება, ახალი სამყარო დაიბადა, განსაცვიფრებელი რამ. მაგრამ აქაც იგივე ზედმეტი გრძნობები და სენტიმენტალური დამოკიდებულება, უპასუხისგებლობაში გადასული და გადაზრდილი, რასაც იწვევს კი ვიცით. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ნებისმიერ მიწიერ სიხარულს თან სიკვდილი ახლავს, ქორწინებასაც, ბავშვის დაბადებასაც. სიკვდილს პასუხისგებლობა ღვთის წინაშე, ცოცხალი ღმერთის წინაშე. შესაბამისად, თუ ეს დაგვავიწყდება, მაშინ ჩვენ ცხოვრებას უაზროდ გავივლით და მაინც გარდავიცვლებით და მერე პასუხს ვაგებთ და ღმერთთან უქნას, რომ მოუმზადებელი აღმოვჩნდეთ ამისთვის. რაც შეეხება ქრისტეშობას, ამას დიდი სიხარული უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი მე აქედან გამომდინარეა, როგორც წმინდა იონე ოქროპირი ამბობს, სამყაროს შექმნაზე უფრო დიდებული რამ მოხდა. ღმერთი ყოვლის შემძლეა და შექმნა სამყარო. მაგრამ ის რომ ამ სამყაროში თავად შემოვიდა როგორც ადამიანი, ეს არის გონება მიუწვდომელი მოცემულობა, რომელიც ჩვენთვის მოხდა და ამიტომ უზომო სიხარულის წყაროა ჩვენთვის და შესაბამისად, როგორც ყველაზე დიდი ღირებულება, უდიდესი პასუხისგებლობით გვტვირთავს. და კიდევ ვიმეორებ, ეს გადამეტებული სენტიმენტალიზმი ამ დღესასწაულს არ უხდება. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ეს თანამედროვე ეს რაღაც სენტიმენტალიზმი ამ დღესასწაულის მიმართ შეიძლება უფრო ეს კათოლიკური სამყაროდანაც კი იკვებებოდეს, სადაც გრძნობები და ემოციები ჭარბობს იქ მეტად უფრო. ასეა თუ ისია, ჩვენი მოვიკითხოთ და ჩვენი პასუხისგებლობა დავინახოთ. ყოველივეში ეს რა თქმა უნდა უმჯობესია. პირველი პასუხისგებლობა, რაც რითაც შობის დღესასწაული ჩვენ გვტვირთავს ეს პასუხისგებლობა, მინდა გითხრათ, რომ საშინელი პასუხისგებლობა არის ის, რომ თუ აქამდე ღმერთი არ იცოდი როგორი იყო, განკაცების მერე უნდა იცოდე, მაგრამ რომ იცოდე, პირველ რიგში იგი უნდა იცნო და მივადექით ყველაზე მთავარ პრობლემას, რასაც ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვავთ. ჩემი რელიგიურობა არის თუ არა დაგვირგვინებული იმით, ჩემ რელიგიურობას ნაყოფად გამოაქვს თუ არა ის, რომ მე ღმერთი ვიცანი. თუ ჩემ რელიგიურობას ნაყოფად არ გამოაქვს ღვთისმცნობელობა, ეს არაფერს მომცემი არ არის ამგვარი რელიგიურობა. და ღმერთი რომ ადამიანად მოვიდა, პასუხისგებლობა იმიტომ გაიზარდა ადამიანის, რომ კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ჩვენ მანამდე არ ვიცოდით როგორი იყო ღმერთი და ინტუიციურად ვეძებდით, რელიგიურ სისტემებს ქმნიდით. იყო გამოცხადებითი რელიგია არსებობდა, მაგრამ ის ვიწრო ნაციონალურ ჩარჩოებში იყო გამოკეტილი
ებრაელების, იუდაიზმის, რომელიც ნაკლებად ვრცელდებოდა ისრაელის ფარგლებს გარეთ. და ფაქტობრივად მთელი კაცობრიობა იყო ესე საკუთარ ინტუიციაზე მინდობილი და ქმნიდნენ ამ რელიგიურ სისტემებს და კაცშვილმა არ იცოდა ღმერთი როგორი იყო, თუმცა მაშინდელ იუდეველებმაც არ იცოდნენ, მაგრამ გამოცხადებითი რელიგიას ფლობდნენ და ყოველ შემთხვევაში მათი მთლიანი რელიგია იყო წინასწარმეტყველება, მომზადება ღმერთი რომ მოვიდოდა იმ დღისათვის. მაგრამ დანარჩენი კაცობრიობა კიდე ესე სინდისის მიხედვით როგორი ცხოვრებდა და რამდენად იქნებოდა მიმღები პოტენციურად განკაცებული ღმერთისა, აი მხოლოდ შეიძლება ასე ვილაპარაკო და ასე ვთქვა. მაგრამ როდესაც მოვიდა, მან გაარღვიეს ნაციონალური არტახები და მთელ სამყაროს მოეძდა, ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათ მოციქულებზე ანათქვამიეს. მთელი მსოფლიო მოიცვა ღვთის სიტყვა. და თან ძალიან სწრაფად და ზვავისებურად შეიძლება ასე ითქვას მაშინდელი კომუნიკაციის პირობებში. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო? რაც აუცნაურად ჩანდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობას ადამიანი პიროვნულად იღებს და ეს რაღაცა კოლექტიური მიდგომა მაინდა-მაინც აქ შეიძლება არ მუშაობდეს, თუმცა ეკლესია ერთიანობაა, მაგრამ არა კოლექტიურობა რაღაც ესეთი, არამედ ეს პიროვნული არჩევანის სარწმუნოებაა, მაგრამ როცა მრავალი ადამიანის გულს ეხება და ესეც ხდება ღმერთი, მაშინ ეს ადამიანები ერთობას ქმნიან, რომელიც ეკლესიაა. კიდევ მეორე პიროვნული პასუხისგებლობის საკითხი დგება ღმერთის განკაცების შემდგომ, საოცრება ის იყო, რომ ზოგიერთმა ერმა, მათ შორის საქართველომ, კრებსითად მიიღო ქრისტიანობა. მაგრამ კიდევ მეორე ეს პასუხისგებლობა ღვთისმცნობელობისა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ და მით უმეტეს იმ ერებისთვის, რომლებაც კრებსითად მიიღეს სარწმუნოება, როგორც თავისი ყოფიერების, თავისი კულტურის საფუძველთა საფუძველი. მე რა ჩვენ ვხედავთ ეკლესიის ისტორიას მეტნაკლებად ვიცნობთ, იყვნენ ერები, ხალხები, რომლებმაც მიიღეს და მერე დაკარგეს, მერე უარყვეს. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. ზოგადად თლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ღვთისაგან განდგომილების მდგომარეობა რაღაც აპოგეაში შედის და კატასტროფულად ავლენს თავს ადამიანისაგან ქრისტეს ღალატის მდგომარეობა. ამას თავისი უმძიმესი და უკო შედეგები აქვს. ერთ-ერთი ის, რომ სიყვარული გაქრა ადამიანებში. სიყვარული გაქრა იმიტომ, რომ ადამიანება უარი თქვეს ქრისტეს შემეცნებაზე. რაღაც იმგვარ მდგომარეობაშია მათი გული მოსული, რომ მათ ატანა არ აქვთ ქრისტესი. შესაბამისად, მათი ცხოვრების წესი არა ღვთისათვის სათნოა, ანუ უსჯულოა და როგორც პავლე მოციქული ამბობს, უსჯულოების გამრავლებით სიყვარული ხმება, ანუ კვდება სამყაროში. ეს სიყვარულის კვდომის პროცესი სამყაროში ძალიან დაჩქარებულია. ეს რას ნიშნავს, იცით? სიყვარული არის ყოფიერების უმთავრესი კანონზომიერება, უმთავრესი კანონი. აი ატამიც კი, რომელსაც ხე ისხავს, ისიც სიყვარულის გამოვლენებაა, იმიტომ რომ ის არის სურნელოვანი, ის არის გემრიელი, ის არის სასარგებლო, ის არის ხავერდოვანი, ის არის ლამაზი და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება უბრალოდ სინოტივის გროვა ყოფილიყო, რომ შიგნით არსებული კურკა გამრავლებულიყო. ეს გარედან ეს ყველაფერი ჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ სინოტივე ჭირდება, რომ გამრავლდეს ხეს. მარტო სინოტივე ჭირდება. დანარჩენი ყველაფერი ეს ადამიანისათვის სიყვარულით მორთმეულია დანარჩენი რაც ჩამოვთვალე. ანუ სიყვარულის კანონი ყველგან და ყველაფერში მუშაობს. და ამ დროს ადამიანი, რომელიც სწორედ სიყვარულის ხატი და მსგავსია, ცოცხალი სიყვარულის ხატი და მსგავსია, იწყებს განდგომილებას და ნელ-ნელა მასში კვდება სიყვარული და იმიტოა, რომ თუ თვალს გადაავლებ სოფლიო მდგომარეობას, ერთადერთი სიტყვა არის, რომ გაგიჟდა სოფლიო. გაგიჟდა და თვითგანადგურების ზღვარზე დგას. თვითგანადგურების ზღვარზე და როგორც აი
ადამიანს, რომელიც შლეგივით იქცევა და არის კიდევაც ასეთი, რომელიც ესე იგი ვეღარ ძღება სასმელით, ან ვეღარ ძღება ნარკოტიკით, ან ვეღარ ძღება აზარტული თამაშით და ფაქტობრივად განგრძობილი სუიციდის მდგომარეობაში იმყოფება და არანაირი შეგონება არ ჭრის, ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია სამყარო. არანაირი შეგონება ამ სამყაროზე აღარ მოქმედებს. იმდენად უსჯულოებაშია ჩაძირული. და ეს კლავს სიყვარულს და სიყვარულის დეფიციტი და სიკვდილი იწვევს იმას, რომ ადამიანებს ერთმანეთის ზულთ და ერთადერთი, რაც ადამიანთა შორის კომუნიკაცია აშრიებობს, ეს არის ესე იგი ღიმილი, როგორც გროტესკი და ნიღაბი და სრული ფარისევლობა. აი ეს არის დღეს სამყაროში, არც მეტი, არც ნაკლები. თუ არა და გადახედეთ, რა ხდება მსოფლიოში. და კვლავ მიუბრუნდით იმ საკითხს. პასუხისგებლობით დატვირთულები ვართ, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა გულმა ქრისტე შეიცნო, ჩვენ გვიხარია ქრისტეშობის დღესასწაული და კვლავ კითხვა. კი, მაგრამ ვცნობთ თუ არა მას, როგორც ღმერთს, რა არის საჭირო ამისათვის, რომ იგი ვიცნოთ როგორც ღმერთი და უბრალოდ როგორც ქრისტიანული კულტურის წარმომადგენლები არ ვხარობდეთ ჩვენი რელიგიური სიხარულით. მრავალგზის აღმოგვიკითხია ეს ადგილი, კიდევ ერთხელ აღმოვიკითხეთ ადგილი, როდესაც ფარისევლები, წერია ფარისევლები, მღვდელმთავრები, წიგნობრები, განათლებული, რელიგიურად განათლებული საზოგადოება, სასულიერო პირები და ასე შემდეგ, ის ვინც წარმოადგენს ნაღებს ერთგვარ საზოგადოებისას, შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც ევალება, რომ ერთს წარუძღვეს წინ, ყოველგვარ აღმშენებლობაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში, ეროვნული კულტურის განვითარებაში და რა თქმა უნდა სულიერი და ინტელექტუალურ წინსვლაში. აი ეს ხალხი შეკრებილია და უფალს ვერ ცნობენ. ვერ ცნობენ და პირიქით კითხვებს უსვამენ უცნაურს და მათ შორის ეუნებია, რომ შენ ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობ და ითხოვ და ტაძრის მდგომარეობაა, რომ არ მოსწონს უფალს და რა ძალაუფლებით აკეთებ ამას? რა ხელმწიფებით აკეთებ ამას? ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? აი ეს დამოკიდებულება. და უფალი გახსოვთ როგორ ეუნება, რომ ესე იგი, კი ბატონო, მე გიპასუხებთ ამას, რა ხელმწიფებით ვაკეთებ, ოღონდ თქვენ მითხარით. და ეკითხებია გახსოვთ, ხო, იონ ნათლისმცემლის შესახებ. ვინ არის თქვენთვის იონ ნათლისმცემელი? რას მეტყვით თქვენ? და ნახეთ რა საინტერესოა. ესე იგი, თუ მათ მართლა აინტერესებთ, ისინი ხო ელოდებიან მხსნელს, ისინი ელოდებიან ქრისტეს, ელოდებიან მესია, ქრისტე. ისინი ელოდებიან ქრისტეს. და ყველა პირობაა თითქოს რომ ის იყოს, იმიტომ რომ თუნდაც ორი წინასწარმეტყველი რო ავიღოთ, დანიელ წინასწარმეტყველი და ისაია წინასწარმეტყველი, მარტო იმ წინასწარმეტყველების მიხედვით თუ იმსჯელებ, აი წყალი რო არ გავა 100%-იანი მესია, 100%-იანი ქრისტეა. არ ჭირდება ამას ბევრი ფილოსოფია. ის შეუძლებელია ასეთი თანხმედრა ყოფილიყო. თან ხედავს როგორ მოქმედებს, თქვა, ისეთი რაღაცები ხდება მის ხელიდან, რომ შეუძლებელია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ხო? ყველაზე ბევრი დაინტერესდებოდნენ მაინც, ცოტა სიღრმისეულად გამოიკვლევდნენ. და როდესაც ქრისტე ამას ეკითხება, რომ იონ ნათლისმცემლის შესახებ, ერთმანეთთან ბჭობენ და აი ამ ბჭობაში ჩანს, რომ მათ სინამდვილეში ჭეშმარიტება საერთოდ არ აინტერესებს, როგორც წარმართ პილატეს არ აინტერესებდა ჭეშმარიტება. და გახსოვთ ეს მათი სიტყვები. თუ ვეტყვით ზეციდან არისო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ვირწმუნეთ მისი, იმიტომ რომ იონ ნათლისმცემელმა თქვა, რომ მიანიშნა, ეგ არისო. ხოლო თუ იტყოდნენ კაცთაგან, ხალხის ეშინოდათ, იმიტომ რომ ყველას იონა წინასწარმეტყველი ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ და ხალხის რისხვის ეშინოდათ, თუ იოანეს არ მიიღებდნენ. ამათ ის კი არ აინტერესებთ სინამდვილეში ქრისტე ვინ არის. ამათ აინტერესებთ თავისი სიმართლის გატანა ჭეშმარიტების საზიანოდ. სინამდვილეში მათ არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. და ეს კარგად წარმოაჩენს ზოგიერთი სამწუხაროდ ზოგადად რელიგიურობის არსს, როცა რელიგიურობა ქრისტეს არ უკავშირდება. რა საშინელებას წარმოადგენს ეს უბრალოდ. და ამიტომაც ამგვარი მზაკრული დამოკიდებულის გამო უფალს პასუხობენ, რომ არ ვიცითო ჩვენ. არ ვიცით იონ ნათლისმცემელი ვინ იყო, როგორ იყო, ზეციდან იყო თუ ესე იგი მიწიდან იყო და გახსოვთ უფლის სიტყვები.
ხოლო იესო მიუგო მათ, მაშინ არც მე გეტყვით, რომელიც ძალით ვიქმ ამას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ასეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ ესმით იოანე ნათლისმცემლის სიტყვა სინანულის შესახებ, ანუ მეტამორფოზის შესახებ, ესეთ ადამიანებთან ქრისტე კომუნიკაციას წყვეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ სინანულის არ ქონა, ანუ მეტამორფოზის, შინაგანი მეტამორფოზაზე უარის თქმა, ეს რასაც ადრე გვითხოვს ხოლმე, ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, თქვათ ეკლესიაში მყოფი ადამიანისა, რომელსაც არ ესმის სახარება და სახარების სული საწინააღმდეგოდ ცდილობს იყოს რელიგიური ადამიანი თან ეკლესიის წიაღში. და ასე დროს ადამიანს არ აქვს უნარი ღმერთის დანახვის. საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთი დაინახოს, კაცმარო თქოს. ღმერთი ხო არ აჩანს. ხო ხვდებით, ეს ხო ძალიან მარტივია ლოგიკურად. ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ როგორ ვხედავთ? ჩვენ სამყაროს ვხედავთ, მოდი მარტო თვალით ხედვას ნუ ვიგულისხმებთ, სამყაროს აღვიქვავთ ჩვენი გზნობის ორგანოებით. ჩვენი გზნობის ყველა ორგანო ლოგიკური აპარატის ჩათვლით გათვლილია, რომ გათვლილია ამ სამყაროს შემეცნებაზე. თვალს არ შეუძლია სხვანაირად აღიქვას, არ მოისმინოს ეს ყველაფერი მხოლოდ მატერიას აღვიქვავთ, დროსა და სივრცეში. დროისა და სივრცის და მატერიის მიღმიერი ყოფიერების აღქმის უნარი ჩვენ ხუთგზნობას არ შეუძლია. აი აბა როგორ შეიძლება ჩვენ ღმერთი დავინახოთ? სხვადასხვა შესაძლებლობები არსებობს. ამაზე პავლე მოციქულის გახსოვთ საუბრობს, ესე იგი რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. პირველი ეს არის კანონზომიერება, რომელსაც ჩვენ სამყაროში ვხედავთ. კანონზომიერება. ასევე სიდიადე სამყაროსი და სამყაროს შემოქმედი კიდე როგორი დიადი უნდა იყოს, ხო წარმოგვიდგენია და მე არ მიხსენებია ის შინაგანი ინტუიცია, რომელიც ჩვენი ღვთის ხატობიდან და მსგავსობიდან გამომდინარეა და ის გვეუბნება შიგნით ყოველგვარი მტკიცებულების მოთხოვნის გარეშე გვეუბნება, რომ ღმერთი არის. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი ძალიან. მაგრამ ეხლა მე ვამბობ იმ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ ეკითხებ ღმერთი როგორ შეიძლება რომ ღმერთი დაინახო, როგორ შეიძლება რომ ღმერთი იცნო, რომ ღმერთი რო არის, როგორ აი სამყარო კანონზომიერია, მშვენიერია, დიადია. ეს მშვენიერება თავისთავად რომ ხო შეიძლება ყოფილიყო დიადი და კანონზომიერიც, მაგრამ არ ყოფილიყო მშვენიერი, ტკბება ადამიანის სამყაროს სილამაზე. გარდა ამისა, არსებობს თავისუფლება. კიდევ ვიმეორებ, ეხლა ამას ცოტა აზროვნება ჭირდება, მაგრამ თუ ახლა ადამიანი ღმერთს ეძებს და აზროვნება არ უნდა, მე არ ვიცი, მაგრამ ღმერთი როგორ უნდა იპოვოს. ხა ადამიანს, რომელსაც მხოლოდ მიწიერი ინტერესები აქვს, დაბალი ხარისხის, მხოლოდ, ხო? ხელოვნებაში იქნება ეს თუ ყოფაში თუ ამ შემდეგ, ეხლა იმას მე არ ვიცი, რა უნდა მოთხოვო, მაგრამ როცა ადამიანს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი მინდა და აბა სად არის? და არა ვულგარულად, კაცო, აბა სად არის თქვენი ღმერთი? არამედ მართლა უნდა, ხო? მაშინ ადამიანი დაინახავს, რომ ამ სამყაროში თავისუფლება რომ არსებობს და ის სხვების თავისუფლებას თუ ვერ ხედავს, თავის შინაგან თავისუფლებას რომ მაინც ხედავს, რომ თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია, ამიტომ პასუხისმგებელი სინდისის წინაშე ყველაფერს თავი რო დავანებოთ, აქაც უკვე ჩდება კითხვა, რადგან თავისუფლება არსებობს, მთელი კანტის ესე იგი მტკიცებულება ამას ეფუძნებოდა, რომ ღმერთი არის. რადგან თავისუფლება არსებობს, ესე იგი ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი ამაზე ხა აღარ დაგრლით, ამაზე ბევრი გვისაუბრია. თუ თავისუფლება არსებობს, 100%-ით არსებობს ღმერთი. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი. გარდა ამისა, აი ის რაც ჩამოვთვალე, კანონზომიერება, სიდიადე, მშვენიერება, ხო? ეს ყველაფერი ადვილად დასანახავია. მაგრამ შემდგომში უკვე თავისუფლებას ცოტა ჩაღმავება ჭირდება. გარდა ამისა, მე ვიცი რომ მორწმუნე ვარ, ქრისტიანი ვარ, ღმერთი ადამიანად მოვიდა. და მე ვიცი რომ ქრისტეში ღმერთი ვერ დაინახეს. რატო? იმიტომ რომ შეიძლება კანონზომიერებას ხედავენ სამყაროში, სიდიადეს ამ სამყაროსი და შემოქმედის სიძლიერესაც ხედავენ და გრძნობენ, ანუ ღმერთის კვალს ხედავენ სამყაროში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს კვალი ისეთი აშკარაა, რომ შეუძლებელი ადამიანმა ღმერთი თქვას, რომ ღმერთი არ არის
მშვენიერებასაც ხედავენ და ესეც ეხმარება ადამიანს, რომ თქვას, რომ ყველაფერს ღვთაებრივი ბეჭედი აზის, მაგრამ რაც შეეხება თავისუფლება შეიძლება საკუთარ თავში დაინახოს კიდევ და ამითაც იფიქროს, რომ ღმერთი არის, მაგრამ როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, მან უცნაური თვისებები გაამჟღავნა. ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე და აბსოლუტური, უპირობო გულმოწყალება ყველა ადამიანის მიმართ. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები იყო, რომელიც ზოგს დაბკოლებად ექცა. ღმერთის სიმდაბლე, სიმშვიდე და სიმდაბლე უკიდურესის მორჩილებამდე, ხო, სიკვდილამდე მორჩილებამდე. და აი ეს აბსოლუტური გულმოწყალება, უპირობო გულმოწყალება და სიყვარული ყველასი ეს ბევრს დაბკოლებად ექცა, მაგრამ ესეც ღმერთის თვისება აღმოჩნდა. და მე უკვე აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარული იქ არის, რა თქმა უნდა, სადაც სიმდაბლეა და სადაც სიმშვიდეა და სადაც მორჩილებაა და სადაც უპირობო გულმოწყალება, იქ არის სიყვარული, სხვაგან სიყვარული ვერ იქნება. და იმისათვის, რომ ადამიანმა აი ეს დაინახოს, რაც ჩამოვთვალე ბოლოს, ამისათვის ჭირდება მას მეტამორფოზის შინაგანი პროცესი. ადამიანი თავად უნდა შეიცვალოს. თუ ადამიანი თავად არ შეიცვლება, მას არ ძალუძს იესო ქრისტეში ღმერთის დანახვა. და პასუხისმგებლობა დიდი იმიტომ არის, რომ იესო ქრისტე თუ ასეთია, და ესე იგი ღმერთი თუ ასეთია, ერთადერთი შესაძლებლობა მე მასთან ვიყო, მეც ასეთი უნდა გავხდე. ამას კიდე ჩემი მთელი ქვეცნობიერი დაცემული ბუნება გავრბის. ასე რომ, როცა ჩვენ ზეიმობთ ქრისტეს შობას, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვიტვირთებით, ჩვენ ქრისტეში ღმერთი უნდა ვიცნოთ და ეს რომ ნამდვილად ასე იყოს, მაშინ მე უნდა ის დავინახო მის სიმდაბლეში, მის სიმშვიდეში, მის მორჩილებაში, მის აბსოლუტურ გულმოწყალებაში, ჩემდამი უპირობო სიყვარულში, მიმტევებლობაში. აი ამაში უნდა დავინახო. და მან ამ აღმზრას მე რომ მეც ასე და ამგვარი ვიყო. და ეს არის ჩვენი გადარჩენის გზაც და ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენის გზაც. მე არ ვიცი როგორ შეიძლება დაუსყლდეთ იმ სოფლიო საგიჟეთს, რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა იმყოფება მათ შორის, რომელიც ასე ძლიერად შემოდის, იმიტომ რომ რეალურად საზღვრები აღარ არსებობს სამყაროში. მე არ ვიცი როგორ დაუსყლდებით ამ სოფლიო საგიჟეთს, რომელიც დღეს სოფლიო თითქოს აი ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში გლობალური პოლიტიკა გახდა ირაციონალური. არანაირი ლოგიკა აღარ არის. ირაციონალური, ამიტომ არის საშიშროება, რომ ყოველ წუთს შეიძლება თვით ბირთვული ომიც კი გაჩაღდეს. და ეს ირაციონალურობა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გონებას ვკარგავთ. ადამიანები კარგავენ გონებას. ლოგიკურ აზროვნების უნარსას კი კარგავენ, რითაც ასე თავი მოაქვს. მიზეზი არის სიყვარულის განხმობა, ანუ სიკვდილი და ეს რას ნიშნავს? სიყვარული ქრება რა, მორჩა არა. სიყვარული ქრება, იკლებს და ქრება, ესე იგი მისი საპირისპირო მდგომარეობა დომინანტი ხდება ჩვენში, სიძულვილი. დიახაც, სიძულვილი, ირაციონალური მდგომარეობა, იმიტომ რომ ის ეშმაკის ენერგიაა და ეშმაკის მსგავს ხსნის ადამიანს. და დიახაც, სავსებით შესაძლებელია, რომ უცებ გაიგიჟონ თავი და ერთმანეთს დაერიონ. სულტყვილ უბრალოდ. მიზეს ჩვენ ვერ ვიპოვით. და აი ამ ქაოსში ჩვენი საცოდავი, დაუცველი, ფიზიკური ძალის აბსოლუტურად არ მქონე ქვეყანას რა შესაძლებლობები აქვს, თუ არა ცოცხალი ღმერთის რწმენისა. რომელსაც მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა, სანამ ეს სამყარო იარსებებს გადაარჩინოს. გილოცავთ შობის დღესასწაულს კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, იგი დიდად სიხარულის მომნიჭებელია, ამ სიხარული კი არ უნდა ჩავეკლათ პირიქით, ეს სიხარული უნდა გავაძლიეროთ ჩვენში და ვიხაროთ, ვიბედნიეროთ, ოღონ აუცილებლად შესაბამისი პასუხისმგებლობით მოვექცეთ ჩვენ ამ რწმენას და ვიცნოთ უფალი, რომელიც სიმშვიდით, სიმდაბლით, დიდსულოვნებით წარსდგა ჩვენს წინაშე, სრული მორჩილებით, თვით სიკვდილამდე მორჩილებით წარსდგა ჩვენს წინაშე და
ჩვენგანაც იგივე სითხოვს, სამაგიეროდ იგი გვიწოდებს მეგობარს, ძმას, შვილს და გვპირდება, რომ სადაც ის არის, ჩვენც მის გვერდზე მარჯვნივ დავსხდებით მარადისობაში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.